იოჰან კაროლუსის პირველი გერმანული გამოცემა 1605 წელს სტრასბურგში გამოვიდა. ის დღემდე მსოფლიოში პირველ გაზეთად ითვლება. ამას 1702-1725 წლებში Daily Current-ის გამოსვლა მოჰყვა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტიკის ჩამოყალიბების ერთ-ერთ პირველ ნაბიჯად ითვლება. Missouri School of Journalism პირველი სპეციალური სკოლა ჟურნალისტებისთვის ამერიკაში 1908 წელს გაიხსნა. თანამედროვე ჟურნალისტიკის დაბადებად კი ბრაზილიაში გაზეთი Diário Cariocas რეფორმა ითვლება. მას მერე ჩვენ მეოთხე ხელისუფლებად მოგვიხსენიებენ, გვენდობიან ან დეზინფორმატორობას გვაბრალებენ, გვიყურებენ და აზუსტებენ. მედიის ძალა მსოფლიოს ატრიალებს, თუმცა მსოფლიო თავად ატრიალებს მედიის ცხოვრებას. გადატრიალებაა ქართულ მედია სივრცეშიც. ტელევიზიები იხურება, ტელესახეები და ჟურნალისტები ეთერს მიღმარჩებიან. ზოგი ამას შავშეფერილობას, ზოგი ცდინების მიმართულებით სხვას უწოდებს. ფაქტი კი ფაქტად რჩება. არავინ იცის რა ბედი ეწევათ მათ, ვისაც წლების განმავლობაში სავარძლებში ფეხმორთმულები გულისყურით უსმენდით. საერთოდ ყველაზე პირველი ვის იჭყლიტება, ესე ვთქვათ, ეს არის ჟურნალისტი. ძალიან ბევრი ჟურნალისტი დარჩა ეთერს მიღმა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია დაალაგდება. ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა რომელიღაცა არხზე, ძალიან ბევრმა CV შეიტანა სადღაც რაღაცა გააკეთა. კონკრეტულად მე რაც შემეხება, უზრუნველად გეტყვი, რომ არაფერი არ გამიკეთებია აბსოლუტურად. აი ის ადამიანები, ფიზიკურად ცოცხალი ადამიანები, რომელსაც ჩვენ რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უყურებდით და გვსიამოვნებდა, ხო? სადღაც გაქრნენ, სად წავლენ, რას გააკეთებენ, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მე რო ვიყო მათ ადგილზე, აი მე რას ვიზავდი არ ჯერ ვერ გავიგეთ, ვერ გავერკვიეთ, ვინ იქნება, რომელი არხის მფლობელი, ვინ, სად, როგორ. ერთი მხრივ ძალიან კარგია ეს ტელევიზიები დაიხურა, იმიტომ რომ აღარ იქნება ის, რომ ჩაწყობით ხდებოდა, ვიღაცებს ბლოკავდნენ, ვიღაცა ძველი თაობა არ მიდიოდა და ახალ თაობას არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ გასაქანი ქონოდა. ვფიქრობ, ის ვინც პროფესიონალია, აუცილებლად დაუბრუნდება ეკრანს. არ ვიცი სად მიდის, მე პირადად რო გითხრათ, რომ ძალიან მინდა დაბრუნება დღის შოუში, მეთქი მოგატყუოთ. ყოველდღიურ პირდაპირ ეთერში შედობა აღარ მინდა ნამდვილად მაგას. ზოგი გაოგნებულია, ზოგიც უბრალოდ რაღაცას ელოდება. ზოგიც ამ თემაზე საუბარს საერთოდ გაურბის. მე ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ტელეპროექტები, რომლებსაც მაყურებელი ოჯახებთან ერთად საღამოებს უთმობდა, ეთერს მიღმა დარჩა. მიყოლებით დაიხურა რამოდენიმე გასართობი გადაცემაც. მათ შორის ნუკის დილაც, რომელიც ეთერში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ასევე მზესუმზირა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი გია ჯაჯანიძეა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ალბათ ახლა რაღაცები ხდება და ალბათ იქნება რაღაცა შეიძლება ისევ აღდგეს გადაცემები. არ ვიცი, ახლა შენ ამას მეკითხები და მე მართლა გულწრფელად მინდა რომ პასუხი გაგცე, მაგრამ მე აბსოლუტურად არ ვარ ინფორმირებული და შესაბამისად არ ვიცი. ნახოთ რა იქნება, არ ვიცი. ყოველდღე რაღაცა იცვლება და უკვე აღარ ვიცი რა. ცნობილი სახეები ცოტა ხანს ქოლგის ქვეშ ვიქნებით და მე ვფიქრობ, დავბრუნდებით ისევ ეთერში, ერთი შემოთავაზება მაქვს, ერთი. ველოდები დანარჩენს და ვნახოთ აბა რა იქნება. ეს ადამიანები, რომლებმაც თავიანთი სიტყვა ვთქვით, იგივე მე, სხვები და ჩემი კოლეგები შოუ ბიზნესში, ამათი დრო ჯერ არ არის წასული. თუ ვთქვათ ისეთი პოლიტიკა იქნება ახალ არხებზე, რომ აღარ გვინდა ძველი სახეები და ახალი დავაკომპლექტოთ, ეგეც ნორმალურია და ძალიან კარგია. თვითონ გადაწყვეტავენ, არ ვიცი. ნუ რამოდენიმე გადაცემა უნდა დახურულიყო და რამოდენიმე წამყვანი უნდა წასულიყო რა ამ ტელესივრციდან, იმიტომ რომ ახალ თაობას დაუთმოს ასპარეზი. ერთ-ერთი პირველი დაიხურა ტელეკომპანია სტერეო არხი, რომელმაც მაუწყებლობა ჯერ კიდევ 14 წლის წინ დაიწყო. ბუნებრივი პროცესი მიდის რა, ალბათ გაიხსნება კიდე ახალი ტელევიზიები, ის ძველი ტელევიზიები რაღაც სახე შეიცვლიან და მე მგონია რომ იქით დააკრებათ კიდე ჟურნალისტები. რა ბედი ეწევა ქართულ მედია სივრცეს? ამაზე პასუხი ჯერჯერობით არავინ იცის. თუ ჟურნალისტიკა მეოთხე ხელისუფლებაა, მაშინ ამ უკანასკნელს რეფორმებიც უნდა ვაცადოთ. ამ შემთხვევაში არც შავების ჩაცმა და არც ვარდისფერი სათვალის მორგება გვაწყობს. თავარი ხომ მაინც მონდომებაა. ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი, რომელიც დღეს კადრს მიღმარჩება, ტელეეთერებს ისევ აქტიურად დაუბრუნდება. ჩვენ ვართ ქართული მედია, მეოთხე ხელისუფლება, თქვენი თვალი და ყური მსოფლიო მოვლენებში.